ტრადიციულად მთაწმინდის პარკში დღეს არაერთი ღონისძიება გაიმართება, პატარების განწყობაზე იზრუნებენ ანიმატორები. თამარ ჩიკვატია გვერდება პირდაპირ ეთერში. თამარ, დაიწყო თუ არა ღონისძიებები? ღონისძიებამ სტარტი სულ რამდენიმე წუთის წინ აიღო, თუმცა ხალხმრავლობა მთაწმინდის პარკში არის დილიდან, ყველასაკის ადამიანი და რა თქმა უნდა ბავშვები მოდიან აქ იმისთვის, რომ დღევანდელი დღე განსაკუთრებულად მხიარულად გაატარონ. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მთაწმინდის პარკი წელს განსაკუთრებულად მასშტაბურად ხდება. გაიზარდა როგორც აქტივობების, ისე ლოკაციების რაოდენობა. წელს მთაწმინდის პარკში გასართობ ღონისძიებებს დაეთმობა 4 ლოკაცია, ესენია ცენტრალური მოედანი, ასევე საბაგიროს ზედასადგურის ტერიტორია, საბავშვო ზონა და ამფითეატრი. რაც შეეხება პროგრამას, პროგრამა არის მრავალფეროვანი, მოიცავს საბავშვო კონცერტებს, ანიმატორების წარმოდგენებს, შეჯიბრებებს, საჩუქრებების გათამაშებებს და მრავალ სხვას. მოკლედ ყველაფერი ის, რაც დღევანდელ დღეს განსაკუთრებულად მხიარულად გაგატარებინებთ, გელოდებათ მთაწმინდის პარკში. ასევე გეტყვით, რომ სპეციალურად დღევანდელი დღისთვის გაიზარდა როგორც საბაგიროს, ისე ფუნიკულიორის მუშაობის საათები. დღეს 11 საათიდან მთაწმინდის პარკის 4 ლოკაციაზე დაგხვდება სხვადასხვა ტიპის მრავალფეროვანი ღონისძიება. გვაქვს 4 ლოკაცია, ერთი ეს არის შადრევნის მოედანი, მეორე ამფითეატრი, მესამე საბავშვო ზონა და მეოთხე ლოკაცია, რომელიც დაგვემატა, არის სიახლე მთაწმინდის პარკის საბაგიროს ზედა სადგურზე არსებული კვების ახალი სივრცე. ყველა ღონისძიებაზე დასწრება არის თავისუფალი. ასევე გვაქვს სხვადასხვა პრიზი, საჩუქრები, როგორც ჩვენი მხრიდან ასევე ჩვენი პარტნიორი კომპანიების მხრიდან დაწესებული. გელით ყველას. ბავშვებს ულოცავთ დღევანდელ დღეს, ვუსურვებთ ბედნიერ ბავშვობას. რაც შეეხება მთაწმინდის პარკს, დღეს იქნება შრიამული, დიდი მხიარულება. კენთის სტუდიოს ბავშვები იმღერებენ განახლებულ რეპერტუარს და გელოდებით ყველას და მე მიყვარს ეს დღე ძალიან, იმიტომ რომ 18 წელი ამ ტრადიციას არ ვღალატობ და ყოველ 1 ივნისს ვარ მთაწმინდის პარკში ბავშვებთან ერთად. გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. დღეს გელოდებით მთაწმინდის პარკში, რათა გავერთოთ და ეს დღე გავხადოთ დაუვიწყარი. გელოდებით ყველას. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნა მთაწმინდის პარკში დღეს მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.